მშვიდობისა ყველას. შემოდგომის მზეს არაფერი არ ჯობს. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. ერთ რა ლამაზი დღე დგას გარეთ. ყავა მინდა და თხილის მოხალვაც მინდა. დაგაყენოთ. აუ ეს რანაირად არის? ეს კამი. იმ სიმძიმეა ეს კამი. არ მიყვარს მაგის გადადგომა და გადმოდგომა. არა, არ მიყვარს ეს სიტყვა არ არის. ვერ ვიტან. ჯერჯერობით ყოფა და კინა ადამიანზე და ეს ალაგია. აი. ასე. აბა მობრძანდით, დაბრძანდით. ესეთი ჩემი ისინი ჭირამდე ინგრედიენტია. სულ სამი ესეთი ეტევა აქ. ეს. აი, ძირითადად იყოს განაწილებული აი ფერად. სიცოცხლე. საცხოვრებელი ფანცი. ასე. როგორ და მელია სიმღერა რომ მეკოპროფისა თოქდელო როგორ და მელია ესე პირდაპირ 7 გრამი ჩავყარე ყოჩაღნინიტო ყოჩაღჩემონინიტო ой, პირდაპირ ვასხავდი. აი, ესე პირდაპირ. ეს არის არჩევნები.
დღეს ვარ ყველა სახლში. ეს რატო გამარჯვებული? ასე შემოკარგებო. ვაი, ხა ცოტამაც გუში მიგონა დღევანდელი დღე და გუში მიგონა რომ იყო არჩევნები. ხა მე რა თქმა უნდა გავიგე რომ გუში იყო 3 და საერთოდ არჩევნები მეგონა 5-ში და გუში მეგონა 5. მაგრამ ვერ ყვევი. ბორშჩი. მეგობრობის დღეგრძელო როგორ დამელია. აუ, იმის ყურება დავიწყე ხალხო. კორიოს ალისფერი გულები. არ ვიცი ვინმეს გინახავთ თუ არა, არ ვიცი ქართულად არის თუ არა, რუსულად ვუყურებ. ალიე სერცა კორიო. ასე ქვია. ჩავარდი, მორჩა. ანუ იმდენჯერ შემხვდა ამათი სიყვარულის ამბავი და იმდენჯერ შემხვდა ეს რომ მე ხო იცით სიყვარულის ისტორიების ის ვარ. არა რავი. მეგობრობის დღეგრძელო როგორ დამელია. ხოდა ხა ამზეში დავლევ იმას ყავას და ამზეში დალეული ყავა იქნება ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ ეს მზე არის ხა თბილი, ტკბილი და ოღონდ ეს ხა არასწორ დროს გავაკეთე, ის გაცივდება, მანამ სანამ ის მოიხალება. ამიტომ ამაში იყოს არ გადამოვასხა. ოხა ნინი. ტაპ გინდა. კიდევ ის გიყვართ ხალხო? ასეთი ცხელი აფესო, აჰა. პირად დაიწვა. დაუგდე რომ გაცივდეს. სასახლის ინტრიგები, სიყვარულის ისტორიები. ვერთ როგორ მიყვარს ეს გემო. ნერ ბოლომდე არ ამოხალული. მაინც აქვს სიცხე, იცით ამაცას. დათვალებსაც კარგად მჭრის. იგი ჩამილია დავჭდა. აღარ ვაშლები. საშინლად. აი ესე კაია. არა, ჩა. დაწერეთ ახლა ვინმე სხვა გაქვთ ნახე ეს. კორიოს ალისფერი გულები. თუ მარტო მე უყურებ. შანსი არა. უკვე რუსულ TikTok-ზე იმენა მილიარდჯერ შემხვდა. მგონი კაი ხნის გადაღებულია, ხო? ველოდებით მეორე სეზონს ეწერა.
უშედეგოთა. კიდე გინდა ხომ? აი, ძირს უყრია და არ ჭამს და მაინც თხოვს. აუ, არ დაიწყდა. სულ დამავიწყდა. პირაი გამახსენდა საერთოდ. დღეს მინდა შევკვეთა ხინკალი. რადგან ყველა სახში ვართ. და თან იცით რა მინდა? ყველის ხინკალი მინდა შევკვეთა, მაგრამ არ ვიცი როგორი მოვა. ანუ ხომ ცხელია კაი. ამიტომ 10 შევკვეთავ. უდეკელს დაუყურებ ერთ ქალს. რუსია. ან ბელარუსი. ავე ზუსტად. ელენა ქვია და ლეოპარდის პიჟამები აქვს ხომ სულ არ ვიცი თუ იცით. კონი 140 თუ 155 კილო იყო და დაიკლო 70 თუ 73 იყო, ძალიან გამხდარია, ანუ მაღალია. არ 79-ია გონი სიმაღლეში. ანუ მაგ წონაზე მე ვიყავი, ანუ რატო ვიცახი რომ მაგ წონაზე მე ვიყავი პუტკუნე და ისე გამხდარი ძალიან. პუტკუნე კი რა, ჭაბწონიანი ვიყავი მე. ის მინდა გამხდარია. და ისა ეგ ამბობს რომ მე ვარ ადამიანია რომელმაც გადააგდო სიგარეტიო და გადააგდო საჭმელიო, ანუ გადააგდო საჭმელს გულისხმობ ასე ტკბობისთვის ჭამა რა. ხო და მინდა ვთქვა რომ სიგარეტისთვის თავის დანებება გაცილებით ადვილიაო. იმიტომ რომ თუ აღარ მოწევ და აი საჭმელიო სულ უნდა ჭამო. მე სულ მაგას ვიზახი ხოლმე ის სულ და სხვა ადამიანებს ვთქვა მე ხახო სიგარეტს არ ვეწეოდი და სხვა ესე ალკოჰოლი, სიგარეტი ეგენი დამოკიდებულება მე არაფერი არასდროს მქონია და შესაბამისად მე ვერ ვიტყოდი მაგას ჩემი გამოცდილებით, მაგრამ იმას ვხვდები ხარ რომ აი ალკოჰოლიკები მაგალითად ცოტასაც რო გასინჯავენ ხოლმე მე всё ვეღარ აკონტროლებენ თავს და აი საჭმელის რაღაცა ყოველდღიურად ჭამო რა. ხო და გუშინ მქონდა მარათონში ამ თემაზე საუბარი რომ რატო ვჭამთ სიამოვნებისთვის, რატო ვჭამთ მაშინაც არ გვშია. ხო და ანუ ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა არის. ანუ ჩვენს ტვინში ეს არის ჩადებული ევოლუციურად იმისთვის რომ გადავრჩეთ. ანუ ერთი სიგნალი იმისი რომ ფიზიკურად გვშია და საჭმელი და მოვძებნოთ, არის შიმშილი, ფიზიკური შიმშილი. და მეორე სიგნალი რა, მიჯაჭვება საჭმელთან. არის ის რომ ჭამის დროს გამოიყოფა ენდორფინები. ანუ ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა ჭამის დროს. როცა ადამიანი ჭამს, იმ მომენტში თავს უფრო კარგად გრძნობს. ანუ
ბუნებრივად ეს ხდება ტვინში, ანუ გამოიყოფა ენდორფინები, ოღონდ მაგალითად ვარჯიშის დროსაც გამოიყოფა, მაგრამ ვარჯიში ნახე რომ დაასრულებ, ეს ენდორფინები გამოიყოფა და რაღაც დრო კარგად ხარ და ჭამა როგორ არის, აი იმ წუთას ხარ კარგად, როცა ჭამ. ამიტომ ის ადამიანები, ვინც კარგად ყოფნისთვის საჭმელს იყენებს, მთელი დრო შეუძლიათ სულ ჭამონ, ანუ იქ არა საუბარი ფიზიკურ სიმშილზე. კარგად ყოფნისთვის, როგორც ანტიდეპრესანტი, როგორც გატკივილ გამაყუჩებელი, ესე. და რაც უფრო მიჩვეულია ადამიანი ამას მეორენაირად კიდე იაფ დოფამინს, სწრაფ დოფამინს ეძახიან, რაც უფრო მიჩვეულია ადამიანი ამას, მით უფრო მეტად უნდა. ნუ აი ჩვეულებრივი როგორც დოზა ნებისმიერი, გინდა სიგარეტი, რაც მეტს ეწევი, მით მეტს რო ეწევი, გინდა ალკოჰოლი, გინდა ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც მოიხმარს ადამიანი. რომელზეც დამოკიდებულია, დროში უფრო და უფრო მეტი უნდა და აქაც ზუსტად ეგრეა, დროში უფრო და უფრო მეტი უნდა. ხო. და ეს იმიტოა ჩადებული, მოკლედ ეს ევოლუციურად იმიტოა ჩადებული ჩვენში, რომ ხა ფიზიკური სიმშილი თუ არ იქნებოდა, ადამიანი არ ადგებოდა, არ გამოვიდოდა გამოქვაბულიდან სიცივეში, ყინვაში, წვიმაში. საჭმლის ძებნას არ დაიწყებდა, თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა და შეიძლება სიმშილით ისე მომკვდარიყო, რომ ვერც გაეგო, რომ შია. ეს ერთი და მეორე კიდე ეგ მომენტი, რომ აი თავს რო კარგად ხსნობს და რომ უყვარს ის საჭმლის ტკბობა, ეგ კიდე ერთი დამატებითი მომენტია, რომელიც გვაიძულებს, რომ ავდგეთ და ვეძიოთ საჭმელი. ანუ რეალურად ეს ჩვენი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და მაგით არის ჩვენში ჩადებული, მაგრამ ჩვენ ახლა დღევანდელობაში ეს გვაქვს გამოყენებული უკვე ჩვენი თავის საწინააღმდეგოდ, ჩვენი თავის გასანადგურებლად. იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე, აი მანქანა რო ყავს, არ აქვს მნიშვნელობა. ჯართი მანქანა ყავს თუ აი ჰაი კლასის, ნებისმიერი მანქანა რომელიც ყავს, ჩაასხი საწვავი ზედმეტი, ანუ ესე უკან დასვი ვიღაცა ბაკთან ახლოს, ხელში ეჭიროს ერთი ჭიქა ბენზინი და ის შენ რომ მიდიხარ, სადმე რომ მიდის ეს მანქანა მთელი დღე ფუნქციონირებს, გაჩერებულია, მიდის, ძინავს, ღვიძავს, არა, ძინავს არა, როცა ღვიძავს. ანუ რაც უნდა აკეთებს მოკლედ, დადის, დგას, შენ ასხავ და ასხავ შიგ ბენზინს და ეს ბაკიდან გადმოდის და შენ მაინც ასხავ და გადმოდის. ანუ რომელიმე ჭკვათამოყოფილი ადამიანი ამას იზავს. შევიცით რომ შეიძლება აფეთქდეს, შეიძლება 1000 რამე მოხდეს, შეიძლება აი გინახავთ ადამიანი რომელიც ამას აკეთებს? არა. და რამდენი ადამიანი რომელიც ჭამს, ანუ თავის ორგანიზმს აძლევს იმდენ ენერგიას, რამდენი ენერგიას მის ორგანიზმს არ სჭირდება. ანუ იცვითება ყველა ორგანო, იხარჯება სასიცოცხლო ენერგია ამის გადამუშავებაზე, ცხიმების ჩალაგებაზე, თავიდან მოშორებაზე, მერე ეს ცხიმები ზედმეტი ასევე აწვება ორგანოებს, საშინლად მოქმედებს ყველა, აბსოლუტურად ყველაფერზე ჯანმრთელობის. აი მას უკეთებთ ყოველდღე ჩვენ თავს. ვინც ვჭამთ, გარდა სიმშილის გრძნობა სხვა რაიმე მიზეზით. როცა წარმოგიდგენიან, ამხელა ბოროტებაა საკუთარი თავის წინაშე. გადარჩენის მექანიზმს, რომელიც ჩვენში ღმერთმა ჩადო, თვით განადგურებისთვის ვიყენებთ. და ბევრმა არც კი იცის ეგ. რომ ეს თვით განადგურება. ამიტომ საუბრობ ამაზე. მინდა რომ ბევრმა იცოდეს. ასე მინდა დაგვეცალოს.
მინდა რომ სოფიასთან ერთად დავლიო იაგერი. მტერი და გვეთაუზე გამახსენდა, აქ რო დავლიათ მე და იქამ და ბოლომდე რო ჩამოვცალე. ხო და იაგერი მინდა რომ დავლიოთ მე და სოფია. თუნდაც თითო ჭიქა. ძალიან მომწონს იაგერი. აი ერთადერთი სასმელი რომელიც მე მომწონს. არ ვიცი რა უნდა ვჭამოთ რო შევიკრიბებით და ისევ ჯეროდის უნდა შევიკრიბოთ და დღეს უნდა გავარკვიო ერთი ეგ. როდის მობრძანდება ჩემი გოგო? ევამ თქვა ბონიმ გამახვიძე. ბონი ევა გაახვიჭა და დედა ჩემზე. დედა ბონი თივან. სივა ბონის? უნდა ჩაიცოს და შენ? კი. შენს პიჟამო გაცი. ბონი ჩაიცოს. ბონიმ ჩაიცვას? კი. ევამაც უნდა ჩაიცვას. ბონის. დამო ბონი. წამო ბონი ჩავიცოთ. მოკლედ ხალხო ხინკლები მოვიდა.